ბაბუ, მართალია მთელი საქართველოს მონადირეები გიცნობთ, მაგრამ უნდა შეგეკითხო რა, ვინ ხარ? ბაბუ. ბაბუ. რავი ბაბუ, ერთ ჩვეულებრივი ქართველი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სახელი გვარი? ახა შაფაკიძე. ბაბუს უბრალოდ ისე გეძახიან? ბავშვობიდან მეძახდნენ, მე რის გამო, მიზეზი რა იყო? ბაბუ, რავი, რაღაცაირად ცოტა წინახედული ვიყავი. მე იმ ქარცეცხლიან პერიოდში მოვხდი იქ, სადაც გამომადგა ეს ამბავი. ქარცეცხლიანს რას გულისხმობ? ბრძოლა მომიწია? 91 ხო, ბაბუ, მომიწია. რომელი წლები იყო? მე თავიდან ვიყავი ბაშოთა კორპუსში, სუთავიდან. მაგრამ მე გამოვედი იქიდან, თორე სხვა რაღაცები იყო. ხო და მე აბა აირდა მონასტერი და ოიც რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა და მე საკუთარი თვალით გინახავს ჩვენი ძმები წაქცეული მსხვერპლის სახით. მინახია და ცუდი არისგა. ცუდი მოსაგონერიეგა. ძალიან მიყვარს აქაურობა, ბაბუ. მთელი ისტორია ლეგიონის შესახებ. თითქოს აქედან მოდისო რა, თუმცა ამ ყველაფერს დასაწყისი აქვს და აი რომელ წლებში მოხდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბება, რომელ წლებში დაარსდა ლეგიონი? ხო, ლეგიონი 2013-ში, 12-ში და არ მახსოვს. 2012-ში ან 13-ში დავაფუძნით. ხო და ზურა იყო რა არის გორდა ჩვენი კვესელავა მირზა გოგბერაშვილი გუგა შაფაკი 7 კაცი ვიყავით 6 კაცი. ანუ დასაწყისში ცოტანი იყავით ესე იგი, ხო? ხო. არა ამ რაოდენობის ეხლა. არა, ხო. ესე იცი რა იყო რო არ მოგატყუო. ჯერ ვიფიქრეთ რომ სხვა ჯგუფებში შევიდეთ იქნებათ ხო და ყველა კლუბს ხო თავისი წესი აქვს ასე ხო და მე მივხვდით რომ ჩვენი გავაკეთოთ აბა ნახოთ რა გამოვა როგორ გამოვა ხო და ახალგაზრდები იქნებიან კი მეუნებოდნენ რადგინდა მაგრამ მე მგონი კაი საქმე გაკეთდა იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდაა ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის და მე ვფიქრობ უფლის მანდეთ კარგი ნადირობა ისწავლეს და კარგი მონადირეების დაგირენ. ეგ სიტყვა მინდოდა გამეგო ზუსტად მეურნეობა როგორც წესი გვეხმარება მათ შორის მეც თავის დროზე მომეხმარა სწორი ნადირობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ეს თავად მეურნეობა ეხა ჩვენ სადაც ვიმყოფებით. ესეც თავიდანვე იყო თუ ეს უკვე მერე წამოვიდა? არა, ეს ცალკე იყო. მალე როგორი მომენტია, იცი, მივხვდით რომ როგორც კლუბია საჭირო. იმიტომ კი არ არის კლუბი საჭირო თუ არ იქნები კლუბში მონადირე ვერ ინადირე. არა, ინადირებ. მაგრამ ორგანიზებული ძალაა ერთგვარად რა, ჩამოყალიბებული არის რაღაცა ურთიერთობების ფორმები. ხო და ასევე საჭირო იყო კლუბთან ერთად სამონადირო მეურნეობაც. რომ ბოლო რახილია ხოლმე გწოდნოდა. ხო და აქაც იგივე პრინციპით გავაკეთეთ. გავერთიანდით მეგობრები, ერთი კაცი არ არის, რამოდენიმე კაცი არის. ხო და გავერთიანდით რაღაც სამეგობრო, ჩამოვაყალიბეთ ხანდინგტურ ჯორჯია ქვიეს. ხო და ამით მოვახერხეთ მერე შერწყმა. ანუ როცა კლუბი არის და კლუბს თავის სამონადირო მეურნეობასთან რაღაცა ფორმით აკავშირებ და მაგაზე ვფიქრობდით როგორ უნდა დაგვეკავშირებინა. ერთგვარი რაღაცნაირი ბჭყალებში ხარ ის, მაგრამ რაღაც სააქციონერო საზოგადოებასავით ჩამოყალიბდა რა, ანუ არის რაღაცა გუნდი, ჯგუფი, რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად საწევროებს და ასე შემდეგ, ანუ ინახავს მეურნეობას, აქ საშინელი ხარჯები. ეხა გზებია გასაკეთებელი, ეხა წყალდიდობა იქნება, კიდე თავიდან იქნება გასაკეთებელი. ანუ ეს გამოწვევები მე როგორც ხვდები, ფაქტობრივად ყოველწლიურად აგაუძლებას ებრძვით ყოველ წელს. ყოველ წელს. მიზანი რა იყო ლეგიონის დაარსების? ლეგიონის დაარსების მთავარი მიზანი გაგეცინებათ და იყო სუმნათი შოთა სიტყვები, ვინც მოყარის არ ეძებს, იგი თავისაა მტერი არის. ეს ახლა ხუმრობითაც, მაგრამ ესეც იყო რა თქმა უნდა. მთავარი ჩვენ ვფიქრობდით რომ ქონდა ის გამოცდილება
და ის ცოდნა და ერუდიცია, რომელიც ფიქრობდით, რომ უნდა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. მე ხა ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია ნადირობა. ნუ თავისთავად მოხდა ესე, იმიტომ რომ მიზან მიმართა. დიდი სამეგობრო გყავს თან ვიცი და ყავდა ქალიშვილი, პროფესიონალი სპორტსმენი ყავდა, რომ მიდიოდი ტურნირებზე, იქ ყოველთვის მე 1-2 დღე ხდებოდა ხოლმე და ეხლა რამდენ ქვეყანაში და ჩემ გოგონას ტურნირზე ქონდა ისე რაც და ასე რაც ხოლმე. მე ეს გამოცდილებები ვნახეთ ჩვენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი გამოცდილება, კულტურა აქვს სხვადასხვა, ტრადიციები აქვს სხვადასხვა. მაგალითად ზოგს წკეპლავენ, მაგალითად ნადირობისას, ხო, ზოგს სხვა ხოლა მე გვინდოდა რომ ეს რაღაცა თავი მოგვეყარა რა ამ ყველაფრისთვის და ჩვენ ჩვენებური ქართული ტრადიციები მოვარგეთ ამას. ეხლა ჩვენ თავიდან გვაშაყირებდნენ რა, რომ აი ხა შეერაფერიც გაცვია. ეს ეხლა მე ცუდად არ გამიგებს ეხლა ვიცნობენ, მაგრამ ნუ ერთ-ერთი პიონერები ვიყავით ამის რა. დაჟე გვეძახოდნენ ლეგიონი არის სტაიანში ბრიგადა არის. ხო, იმიტომ რომ ნუ უსაფრთხოება პირველ რიგში არის ნადირო. თან ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ რას ამბობთ, როგორ შეიძლება 20 და 30 კაციანი და ხო ნახეთ რომ შეიძლება უცხოელები ნადირობენ. კი, ძალიან ორგანიზებულად ნადირობენ. კარგად დაორგანიზებს შეიძლება რომ ქართულ არავის ნაკლებები ჩვენ არა ვართ. არავის ნაკლები ბიჭები არ არიან და არავის ნაკლები ნადირობა და მით უმეტეს ტრადიციები ჩვენ არ აქვს. ამიტომ ეს ყველაფერი მოვარგეთ უსაფრთხოება, გვინდა არ გვინდა მაინც ვკითხულობთ წესებს, ქრონოლოგიას ვიცავთ. ვინ სადგება, როგორ დგება, ვინ ვის ელოდება, ვინ ვის მიაცილებს, ვინ ვის გამოსვლისას გამოხტვა, აი ეს ყველაფერი აუცილებელია. მე არასდროს არ შემხვედრია სხვათა შორის მსგავსი შეფუთვა, ასე რომ ვთქვათ, ნადირობის, რასაც მე თქვენთან ვხედავ რა. ანუ უსაფრთხოება პირველ რიგში არის და მათ შორის ის წეს-ჩვეულებები, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად საბოლოო ჯამში მიღებული შედეგის ნორმალურ ვითარებაში მოხვედრა ხდება რა. გასაოცარი არის ნამდვილად. რა გზა გაიარა ლეგიონმა? ლეგიონი აი გზადაგზა იქნებოდა. ანუ შიდა განაწეში გვიწერია მარტო ის რაც ცხოვრებაში მოგწონს და ვთვლით რომ სწორია და ემსახურება ერთობას და სამონადირო საქმეს. დღეს უკვე ხა ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ეს არ არის კლუბი, ეს არის ოჯახი. ანუ თუ სანათესაო და საბიძაშვილო და კლასელები და მეზობლები არა ვარ, ერთმანეთს შვილებს უნათლავენ ბიჭები უკვე და ანუ ასე რაც კი ცდილობენ რომ ერთად იყვნენ, შვილები დაყავთ, შვილიშვილები დაყავთ. როგორ შეიძლება რომ ამ კლუბში გავწევრიანდეთ? როგორ ხდება გაწევრიანება? ამ ოჯახში სიტყვაზე ვიღაცას უნდა შემოსვლა რა, აი ძალიან ბევრი მაყურებელია ისეთი, რომლებიც მეკითხებიან, როგორ შეიძლება მოხვდე ლეგიონში? ანუ როდესაც ადამიანს იცნობ, იცი ვინ არის, მოიყვანს ან თავის ახლობელს, ან მეგობარს, ან ახალგაზრდა კაცს, ან ვისაც დამწყებია, ხო? აი მე ქცევის ნორმებია. ანუ მეგობრობით იწყება ყველაფერი. მეგობრობით, რა თქმა უნდა, დობის ფაქტორი თუ არ არსებობს, სანადიროდ საერთოდ უცხო. მე პრინციპში ეგრევა, მე არ მიყვარს უცხოებთან ნადირობა. არ ვიცი ვინ როგორ არის, ძნელია, ხო, ეხა 1000-ნაირია და ხო, ექსტრემალურ პირობებში ვინ, ხო. არაფერი, უნდა იყოს ნორმალური კაცი, უნდა გიყვარდეს ნადირობა, უნდა გიყვარდეს მოყვასი, უნდა გიყვარდეს წესრიგი, უნდა გიყვარდეს უსაფრთხოება, არ უნდა გეზარებოდეს მოსმენა. განსხვავება რა არის მაგალითად, ხშირად შემიჩნევია. მე როცა ვდგავარ და მოპირდაპირ მხარეს იციან რასაც ველაპარაკები და ხშირად მოусმენდით. განსხვავება რა არის ქართველებსა და უცხოელებს შორის, იცი, გაგეცინებ. უცხოელი რო დგას და უსაფრთხოებაზე უკითხავს, ისინი ქულს იხდიან და ისე უსმენენ. ანუ ამით გამოხატავენ მადლიერებას. რომ ის კაცი წუხდება და შენ უსაფრთხოებაზე გესაუბრება. ანუ დროს გითმობს, რომ შენ უსაფრთხო და კარგად ინადირ. ქართველებს ხშირად თვალები ესე აი რატო ახამდე ხარ ვიცით რა ეხა გავგვივლია ხო ნუ ეხა ეგრე ხო იცი მე-12 საუკუნის ვეფხის ყავსანი დაგვიწერია და რაღაცა მაგრამ ჩვენ ეხა ცოტა სხვაგან ავართ ესენი სხვაგან არიან ხოლა ეგრე არის გზა რომელიც გამოვიარეთ დახვეწის გზას ვეძახი რა სარეკს ვინ აკეთებს როგორ აკეთებს ადგილის დედას ვეძახით მაგას ხო ნომრების ჩალაგება ქცევის კულტურა
მე ეთიკა ხო არ კიდე ყველაფერს თავის ეთიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა. ის რაც მე მაქვს ნანახი ლეგიონში, მე მახსენებს ჩემს ბავშვობას რა. მაშინ იყო უმცროს უფროსის პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა და ეს არის თქვენთან რა. კარგისკენ მიმითით ეხა გეზი მომეცი ხო? მაგაზე საერთოდ მინდა რომ ეს ახალი კანონი პროექტი რომ მუშავდება ეხა ხო? მინდა რომ მადლობა გადაუხადო ხალხი მუშაობს სერიოზულად თუ კი არა ერთი და არა ორი წელი არის არა გარედან არ ჩანს ახლა რამდენი შრომა ჭირდება ამ საქმეს ხო ჩვენ გვინდა მაგალითად ეს მოსაზრება კანონ პროექტში რაც ავსახოთ ანუ ჩემი ახალგაზრდობისას 1980 წლიდან თუ სწორად მახსოვს ვარ ვიყავი უფრო სწორად ადრე იყო მონკავშირი ერქვა სამხედრო მონკავშირი იყო სამხედროებისთვის და ნუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იყო მონკავშირი ხო და მაშინ იყო ორი სახის მიღება რა ან გამოცდები უნდა ჩაგებარებინა აი ჩვენ ახლა ტესტებს რასაც ვეძახით რა ხო და ან უნდა მიგიღო პრაქტიკული ცოდნა ხო და ეს იდეა მაგრამ მომწონს რო არ მოგატყუო რა იმიტომ რომ ერთი არის რომ ეხა უცებ გადავაბულბულებ რაღაცებს ვისწავლი და თეორიული ცოდნა არის ეს, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა მინდა რომ იქნებ კანონში აისახოს და რაღაცა мотивაციასავით გავაკეთო. ჩემი აზრით ეს რას მოგცემს. როგორც ადრე მე მქონდა იარავის ტარების უფლება, მაგრამ დამოუკიდებლად ნადირობის უფლება არ მქონდა თუ გამოსცილ მონადირესთან ერთად არ ვინადირებ. ესეც სამახსოვროს აძლევდნენ მე იმ ორ ადამიანს უფროსი კაცები ვიციყვნენ, ვისთანაც ერთად მქონდა უკვე ნადირობის უფლება. ეს ადამიანები მე ავსებდნენ ერთ წლის განმავლობაში სად ყავდა ეს ადამიანი თქვა სტაჟიორი რა ხო და რაზე ინადირა როგორ მოიქცა რა კურსი მოისმინა თქვა როგორ იქცეოდა და შემდეგ და მე ამ თავის სტაჟიორი თავის ამ რეკომენდატორებთან ერთად გადავიდა გასაუბრებაზე უკვე მაგრამ იქ უკვე როგორ პრაქტიკული ცოდნის მქონეს უკვე სხვანაირი მოწიწებით ესაუბრებოდნენ თვითონ მონკავშირშიც რა იმიტომ რომ პრაქტიკოსი მონადირეები იყვნენ და მე ვფიქრობ რომ რატო არ უნდა ქონდეს საქართველოში მაგალითად უნიკალური ქართული მოდელი ან უნდა ქონდეს ამერიკული ან ევროპული ან რატო ქართული უნდა ადამიანს გამოსის ჩაბარბე და ხვალე დამოუკიდებლად ნადიროს აშენგენაც არის ისწავლე ჩაამბარე და ხვალე ვინადირე ღმერთმა სიკეთეში განადიროს რაზია საუბარი მაგრამ არ ვჩქარ რომ ფიქრებენ მინდა გამოსის მონადირესთან ერთად პრაქტიკული ცოდნა მივიღო რატო არ უნდა ქონდეს ამის საშუალება სამონადირეო მეურნეობები მე ვფიქრობ რომ ბრწყინვალე საშუალება არის მაგისათვის მეც ვფიქრობ რომ ეგრეა ვინაიდან ამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება რომ გახდეს სანადირო მეურნეობების საქმიანობა. ხდებოდა თუ არა რამე წინააღმდეგობები თვითონ აქაური მკვიდრი მოსახლეობიდან. კი, როგორ ხდებოდა, ხო, ხდებოდა. იმიტომ რომ ეხლა დაიწყება ეგ ტენდენცია, რომ ბევრი სამონადირო მეურნეობა გაჩნდება საქართველოში და წინააღმდეგობა. იცი რა არის, ცოტა უცნაური მიდგომა გვაქვს ქართველებს. რო არ მოგატყუო, მაინამაინც ვერ ხსნი ეს რასაჭირო არის. მაგრამ მიდგომა როგორ იცი, აი თბილისიდან ჩამოსულები. ანუ რაღაც მეორე ხარისხოვანი ეს ხალხი თუ როგორ აქ ჩემი მამაპაპა ნადირობდა, ღმერთმა ნათლში ამყოფს ყველას მამაპაპა, მაგრამ რო ნადირობდა ამითი რა. ეს მამაპაპას ეს ადრე ვიღაც საკუთრება იყო, მე საბჭოთა კავშირის დროს არავის საკუთრება აღარ იყო. მე ყველა ბრაკონიერობდით. ხო და ეხა რაღაცა ფორმას იძენს უკვე ეს ყველაფერი, ხო? ცივილურ ფორმაში გადადის ეს ყველაფერი. მაგალითისთვის, მაგალითად, კი ვიძახით რომ ბელორუსი აბა ხო, აბა სად არიან ბელორუსები? სად არიან? ნადირობა გინდა, უეჭველი ინადირებ, კარგად განადირებენ, მოგემსახურებიან, შენ ასე თქვას, მონადირულ ინტერესს დაიკმაყოფილებ, ორგანიზებულად ამასაც ტრადიციებსაც იცავენ, თვითონ აკეთებენ სარეკს, ზაღლებს თვითონ აყავთ, ანუ ყველანაირი კომფორტი გაქვს, რომ ინადირო შედეგიანად. დიახ. ჩვენ ხო გვინდა რომ ეს იყოს. მე არ ვსაუბრობ ბრაკონიერობას, ბრაკონიერისთვის რა თქმა უნდა კანონი მიუღებელი იქნება. იმიტომ რომ ზუფასოთ ახლა დღეს ბრაკონიერებს. ანუ გინდა არ გინდა თუ მეურნეობების კეთება მოვინდომეთ, ვაწყდებით ისევ მოსახლეებთან პრობლემებს. აუცილებლად იქნება ეს მომენტი, აუცილებლად იქნება. ის ადამიანები, რომლებიც სიტყვაზე იქ წლების განმავლობაში ნადირობდნენ, ეს ადრე როცა კანონი საერთოდ არ არსებობდა, დღეს ეგენი ითვლებიან ახლა რეალურად ბრაკონიერებად.
იმიტომ რომ ესეთია კანონი, სინამდვილეში რომ არ ხო. გეძლევა ჯერჯერობით იქ არ გეძლევა. ნადირობის უფლება. ხო. და შენ როგორც მეურნეობის სიტყვაზე ხელმძღვანელს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მე მახსოვს შენ მე ადრე მითხარი, რომ სიტყვაც გაქვს შენ მათთვის ნათქვამი, რომ მოდი ძმებო ერთად ვინადიროთ. ეხაც იგივე ხო, ეხაც იგივე სიძახ. კი, ბატონო. მოდი ძმებო ერთად ვინადიროთ. ოღონდ ლიმიტის ფარგლებში. ხო, აი ეს რა 3, 4, 5 და 6 არა. სულ მაქვს სიტყვაზე 7 ცალიან 8 ცალი ლიმიტი, ხო? დიახ. შენ უნდა მამალი უნდა დააგდო, დედალი არ უნდა დააგდო. აი ეს არის ხო, ხო ეს მნიშვნელოვანი განსხვავება რა არის, ასე თქვათ, ორგანიზებულ ნადირობასა და არაორგანიზებულ ბრაკონიერობას არ უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ ეგრე არის ხარა. ჩემი მოგონილი ხო არ არის. ანუ ავიღოთ ერთი ადგილი. აი, მოდი მივყვეთ ესე მამაპაპურად რო გავიაროთ რა. არის ერთი ადგილი, სადაც კარგი ბიჭები არიან მიჩვეულები რომ ნადირობენ. კაი მოსიარულე ბიჭები, კაი მონადირე ბიჭები და ვასკაცი ჯიგრიანი ბიჭები ხო რა. ამათ ორ შაბათი იქნება თუ სამ შაბათი იქნება, იქიდან კიდე მეორე შემოვა ინადირებს, იქიდან მესამე ინადირებს, ლოგაცები დიდი არის ხო რა. ორ შაბათი, ორ შაბათი ნადირ. მე შაბათი და სტუმრები ჩამოდიან. აი უხეშად რო აიო ხო, უხეშად რო აიო, კაი ნადი გამართული ნადირობის თემაში, რავი ერთი სეზონზე რო ვიფიქროთ, ხო, ერთი 60-70 შეიძლება 100 გასვლა გააკეთო. დიახ. 100 გასვლიდან დიდი ალბათობით ისეთი მაგარი მონადირეები არიან, რომ სავარაუდოდ 80-90% შედეგიანი გასვლა. მეურნეობა ამ შემთხვევაში 10-ჯერ ნაკლებს აკეთებს. სამაგერო დაცულია იქ. იქ არანაირი 100 გასვლა არ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი. განსხვავება აი ეს არის რა, რომ არის სტრესება ნადირი, გამრავლების უკეთესი ადგილი აქვს, შერჩეული უკვე თავისთვის. ლიმიტირებული ხარ შენ იმ ქცევაში, რასაც უკვე ბრაკონიერობაში ვეღარ აკეთებ, ხო? მე იმიტომ ვიძახი, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროიდან მოვდივართ, ჩვენ უწესობა ჩვენ ზურგზე გვა გამოვლილი, ჩვენ თვითონ ვიცით რა არის ეს ყველაფერი. რა ხდებოდა და ზუსტად ეგ არის, რომ აღარ გვინდა რომ ჩვენი შვილები ვამყოფოთ მაგ მდგომარეობაში და ვცდილობთ რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალოთ. კი ბატონო. უკანა ფერი აქვს? არა, არაფერი არ ის. არა. არაფერი არ ის, ნახე რა საყვარელი. ათი ზემოთ, ათი. ნახე, მაინც ახლა გადა. რა მონაწილეობა აქვს მიღებული ლეგიონს კანონის შეცვლაში, კანონ პროექტის ჩამოყალიბებაში? ლეგიონი ყოველთვის ცდილობს გააკეთოს ის, რაც ჩვეული, ეხლა ჩვენ კლუბი ვართ თუ რაღაცა ქვია, ამას არ აქვს მნიშვნელობა რა. რა ჩვეულები რომ მონადირეს არ მოსწონს და მისთვის არ არის კარგი და ხელსაყრელი და ბუნებისთვისაც არ არის კარგი, იმას ყოველთვის ეწინააღმდეგები. განსხვავება ადრე იყო ეგეთი რაღაც, რომ კლუბებიო თავისკენ ხაჩავენ კანონებს, ერთი კაცი გამოვიდეს, ერთი კაცი და მითხრას რომელმა კლუბმა რა გადაკაჩა თავისთვის და რა კანონი მოვირკეთ. ან როდის ყოფილა ეგეთი რაღაც. ხო, მაგრამ მე ვიძახი ეხა უკვე რომ ადრე იყო მე თვითონ თქვი მაგ ადრე იყო ცდილობა რაღაცა ორგანიზაცია ჩამოგვეყალიბებინ ერთი 10 წელს წინ. დიახ. და მაშინ თქვი მე არ დამიმალავს და ეხაც ვიმეორებ მაშინ თქვი რომ ლეგიონი ჩაიხსნება მით მაშინ არ იყო ამისთვის არ ზაობა არ იყო და არ აუცილებლობასაც ვერ ხედავთ. ეხლა მე ვფიქრობ რომ მოვიდა უკვე ის დრო რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. ერთი კლუბი ან ორი კლუბი ან სამი კლუბი საერთო საქმეს და პრობლემატიკას ვერ მოერევ. ერთი-ორჯერ ჩაგვიკაკუნეს ესე რა, რომ კი ხარ თუ დიდი კლუბი ხარ თუ რაღაცა, მაინც კლუბი ხარ თუ და თქვენ არ გამოხატავთო მთელი ქართული სამონადირო საზოგადოების ხმასო, ანუ დელეგირება რამდენად გაქვს. ლოგიკური არის. ხო და ეს მე ვფიქრობ რომ მოვიდა დრო რომ რაღაცა სტაფი შეიქმნას, რაღაცა ჯგუფი ჩამოყალიბდეს, არჩევითი რა თქმა უნდა. და ამ ორგანიზაციამ უნდა მოახერხოს აი სამონადირეო საქმიდან გამომდინარე ქართველი მონადირეების, საქართველოს მონადირეთა საზოგადოების ინტერესების დაცვა. პარლამენტთან უნდა იმუშაოს, მთავრობასთან უნდა იმუშაოს, რა ვიცი ეხლა როგორი მომენტია, იცი? კაცი შვილი არ არის ჩვენი პატრონი. მე გთავაზობ ესეთ აზრს და რა ვიცი, იმედი მაქვს მაყურებლებსაც მოეწონებათ ეს აზრი. ალბათ ჯობია ჩამოვაყალიბოთ რაღაცა გაერთიანება მონადირეებისა, რომლებიც ავირჩევთ ხოლმე ამ თანამდებობაზე ადამიანს. რაღაც იურისტი გვეყოლება, ანუ ინტერესთა კონფლიქტი რო არ მოხდეს, ერთი კაცი კი არ უნდა იყოს და ხან ერთი იქნება, ხან მეორე იქნება, ხან მესამე. და ცვლადი უნდა იყოს ეს. ხო, აუცილებლად. არჩევითი უნდა იყოს და ცვლადი უნდა იყოს. გასაოცარი რამე არის, თქვენ არასდროს არსად არ ჩანხართ.
არასოდეს ტელევიზია თქვენ არ გაშუქებთ და ჟურნალ-გაზეთებში თქვენ არ იბეჭდებით, მაგრამ უბედურება მოხდა რამოდენიმე ხნის წინ რაჭაში და ჩემდა გასაოცრად იქ უამრავმა ხალხმა მოიკრიბა ასე ვთქვათ ძალა, რომ რაღაცა მონაწილეობა მიეღო და ამას ყველაფერს აშუქებდნენ და მიდიოდა აი ძალიან ინტენსიურად გაშუქება, რომ აი ხალხო ჩვენ ამას ვაკეთებთ. თქვენ არავის არ გადაუღიხართ და მაშინ რომ მოვინდომე მე შენთან წაბოსვლა შენ თქვი რომ არ არის საჭიროა. ხო, მოდი ერთი-ორი სიტყვა მაგაზეც გითხარი, რა მონაწილეობას ღებულობს ლეგიონი აი ესეთ საქველმოქმედო საქმეებს როცა აკეთებთ. სისხლის გადასხმასაც აკეთებთ. შენ რა იქ არიყავი? არის ისეთი რაღაცები, რაც უნდა გააკეთო, ოღონდ ჩუმად უნდა გააკეთო. ჩვენი ბიჭებიც იგივე ეძახიან რა, ანუ ეხლა ტელევიზორში გამოვიდნენ და ვიღაცა სისხლი გადავა, ვიღაცა ბავშვებს რაღაცას დავეხმარენ და მოხუცებს, ხო რა ვიცი, მე მგონი ზედმეტი არის, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, მიხარია რა, აი ცუდი იყო ესო გურიაში ცუდი ამბები მოხდა, მაგრამ რამდენი მონადირე იყო და რამდენი ანთებული ბიჭი იყო, ამიტომ სიკეთე არის გადამდები ჩემი აზრით და უნდა აკეთო, უნდა გამწვა ადრე მეკითხებიან რომ გამწვანებას რო აკეთებთ რა გააკეთო რა ხეხილი დავიგეთ რა ხეხილი რა შემოუღო ბავშვი რომ და შემოუღო ბავშვი მეუნე შემოუღო ბავშვი ამასო სვებს ხო დააკრიფო და დააკრიფო კაცო მაგისტრის არის ხილი რომ დააკრიფო და იხალისონ მეტი რა რა სიკეთეს თუ გავაკეთეთ მაგით ცუდი რა არის კარგი არის მოხუცებს თუ დავეხმარებით მაგაზე გარსას ვიზავ ბავშვებს თუ დავეხმარებით მაგაზე გარსას ვიზავ რა თუ დავასუფთავებთ რა კარგი არის სხვათა შორის აი ეხაც ერთი კაი ადგილები გვაქვს არჩეული რა ჯურის მიმდებარე ტერიტორია შევესებით ხოლმე და იმას დავასუფთავებთ ხოლმე და მე ის გვეცინება ხოლმე როგორც შვილები თოლებთ ოჯახებით მიდივართ რა ხოლმე მე იმდა ნახო როგორ გვიღებენ ვიდეოებს და იმეს რა ტურისტები და რა მე მგონი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვეულებრივი სიცოცხლე ცხოვრობ და ვიხარია ესაც ყველას უხარია არაფერი განსაკუთრებული არ ხდება უბრალოდ ის არის რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ორგანიზებულები როცა ვართ ადვილია შედარებით ყველაფრის გაკეთება სიკეთეც უფრო მასშტაბური გამოდის და რაღაც გვერდში დგომაც უფრო კარგი გამოდის უფრო რაღაც ლაზათიანი გამოდის ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ეხლა ნელ-ნელა ხო არ გავიწიოთ თან ჩვენს ფაცხაში და ერთი-ორი კაი გემრიელი პური მივირთოთ მე მგონი კარგი აზრია ბიჭებიც ველოდებიან და აბა მიტირებს ბაბუ ლეგიონი რამდენ ადამიანს აერთიანებს ანუ ძალიან ბევრი ხალხის გაერთიანება არის ფაქტიურად ხო აბა რა ლეგიონის სახით ხო და რა მინდა იცი კიდე გუბში 35000 ვართ მაგრამ ეხა საპატიო ლეგიონერები ყავს კიდე დიახ ძირითადი წევრების რა ბევრი ის არის რა ქვია ასე თქვა ხო აქ 57 კაცი ვართ მეურნეობაში მეურნეობაში 57 კაცისგან შემდგარი გუნდი ხედავს აქაურობას რა ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს ლეგიონში რომელი ასაკიდან შეიძლება რომ შემოვიდეს ადამიანი ქვედა ზღვარი არის 25 წელი 25 წლამდე ძირითად წევრებად არ ვიღებთ მიზეზი რა არის ნუ მაინც ახალგაზრდები არიან 25 წლამდე დღეს შეიძლება მოსწონს ნადირობა ხვალე აღარ მოსწონს ცოტა დაგვინება უნდათ მაინც ანუ საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე რომ ვინაიდან ცეცხლსასრულთან არის საქმე ეგეც არის და იცი უფრო რა არის დღეს შემოვიდა ლეგიონში რაღაცა ეწყინა მე გავიდა რაღაც საბავშვობაღებით გამოდის რა რომ ნახავთ რომ კაცი შინაგანად მზად არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 25 მაგრამ შიგნი არაფერი გრადირება არ აქვს არც თანამდებობა არც ასაკი
ზოგს აი მაგალითად თანამდებობის პირები ისეთივე გასწორებულები და ერთი ფუნქციის შემთავსებლები არიან, როგორც ხვები? კი, რა თქმა უნდა, ზოგი შეშავს, დაჩეხავს, ზოგი დარეცხავს, ზოგი დაალაგებს, ზოგი გაშლის უფრას, რავი, ზოგი ხორცს დაამუშავებს. როგორი სასიამოვნო. ხო, ზოგი საჭმელს აკეთებს რაღაცა. თქვენ ხო ეგრეა ხართ ხოლმე, როცა მომდი ხანა გიწევთ, აქ არ შეიძლება. აბა ეს ხო სამონადირო საძმო არის, ოჯახია, ხო? ოჯახში ყველა რაღაცას აკეთებს რა. ისინაც თავისთავად ეგრე გამოცხა. მე რო რაღაცას ვაკეთებ, შენ ვერ დაждები და ხა ფეხზე სიგარეტა. უხერხურად მაინც იგზავნის როგორც მინიმუმ. აქ არავის არ ჭირდება იმის თქმა, ალო შენ ეს გააკეთე, შენ უკვე ყველა ხდება ამის რაღაც გასაკეთებელი რა. გასაგებია. თვით რეგულაცია ხდება, ასე თქვა ამ კუთხით რა. თვითონ გასაგებია. ბაბუ, მოდი რა, ჩვენი გამოვარდოთ, ჩვენ ოჯახები რა გამოგვაცედა და ოჯახები ჩვენები დახვდა და ჩვენი მისვაც Sul Sharachem